ცოტაც და დავიწყებთ. დიდი მადლობა ვინც უკვე შემოგვიერთდა. ხმა თუ კარგად გვესმის, გამოსახულება თუ მისაღებია თქვენთვის, ძალიან კარგი, თუ რაიმე პრობლემაა, მომწერეთ, თუ შევძლებ, გავასწორებ. ჩვენ დავიწყოთ, ბევრი შემოგვიერთება. Bolo გადაცემებს ძალიან ბევრი უყურებს, მით უფრო ჩვენ შემდგომ ძალიან მოკლე ვიდეო რგოლებს TikTok-ზე და სხვაგან ვაქვეყნებთ, ასე რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. ძალიან ბევრია ვინც გვეხმარება რომ გააზიაროს. ზოგიერთი მასალა TikTok-ზე 20-30-40,000 ნახა. ჩვენს ძირითად იმასაც ძალიან ბევრი მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებს გვიქმნიან, მაინც ძალიან ბევრი უყურებს. 5,000-ზე ნაკლები არც ერთს, მაშინ როდესაც ჩვენ არავითარ თანხებს არ ვხარჯავთ ამისთვის, იმიტომ რომ არის საშუალება რომ გადავიხადოთ დღეში $10 შესაბამისი რაღაც და 10 და 15 ჯერ გაიზრდება. ჩვენ ამ გზით არ მივდივართ. არც საკუთარ თავს ვატყუებთ, არც სხვა ვინმეს. ახლა ის რომ თქვათ ციფრი ჩანდეს დიდი და ამით შეცდომას შევიყვანოთ სხვაც და პირველ რიგში საკუთარი თავი, ამ გზით არ ვივლით. წესიერება არის წესიერება, სიკეთით გამარჯვება არის სიკეთით გამარჯვება. დღეს არის ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული, გილოცავთ. ყველამ გაიხსენა მისი ნათლია, სანთელიც დაუნთო, მეც ასე გავაკეთე. ყველანი ბევრი ვინც შევძელით დღეს, ვინც ეს შეძლო ალბათ ნაკურთხი წყალითაც არის უკვე სახლში და ეს სასიამოვნოა. ძალიან კარგი პროცესია, ეს როგორც ითქვიან, გასუფთავების, გაწმენდის, რაღაც სხვა სისუფთავეში შესვლის და ამას უნდა მივესალმოთ. ჭირდება ეს საქართველოს, ჭირდება ეს ყველას, ჭირდება ეს ყველა ოჯახს, რომ რაც შეიძლება გავმაგდეთ, გავძლიერდეთ და სერიოზულად ვიმოქმედოთ. დღეს ბევრ რამეზე საუბარი არც მინდა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობაც არის. წინა გამოსვლებიდან გამომდინარე, ბევრი როგორც ჩანს, ისე ვერ ვთქვი, რომ ვთქვათ ბოლომდე კარგად გაგებული ყოფილიყო. კამათით არავინ მეკამათება, მაგრამ რაღაც დაზუსტებებს ითხოვენ. შევეცდები რომ ეს გავაკეთო, თუმცა იმის თქმაც მინდა, რომ ჩვენ გვექნება ალბათ გარკვეული გადაცემა, სადაც ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. ეს რამდენჯერმე ვთქვით, ვერ გავაკეთეთ, ბოდის გიხდით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა საკითხი დააგროვდა, თან ჩვენ 8 თებერვალს გელათისთვის ვემზადებით, არ არის უბრალო მზადება, ამით უფრო დიდი ეროვნული შემოძახილი უნდა გაკეთდეს და ეს მარტივი გასაკეთებელი არ არის, ყოველდღიურად უამრავი შეხვედრა გვაქვს, მით უფრო ძალიან სერიოზულ პრობლემებში ვცხოვრობთ. ვხედავთ ჩვენ რომ პრობლემებს ქმნიან ყველგან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეს ყველაფერი განსაკუთრებული პრობლემები აქვს ტელევიზიას, გვაქვს ტელევიზიაში. ეს არ არის მარტივი სიტუაცია, რომ არავინ დამფინანსებელი არ ყავდეს და არავის არაფერში არ ვეხვეწებოდეთ, ვინც ზნეობრივად და მორალურად უყურებს აი ამ დიდი ადამიანების მიერ დაწყებულ საქმეს, რომლის სათავეებთან მერაბ ბერძენიშვილი, ანზორ კომაიშვილი, რეზო ჩხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი და
გივითოიძე, ესეთი სერიოზული ფიგურები იყვნენ და სწორედ მათი პოზიცია იყო, რომ ერთი მართალი ტელევიზია არსებობდეს. ჩვენ არ ვართ დღეს იმ ძალით, რომ და არ გვაქვს ეს საშუალება, იმიტომ რომ პრობლემა ბევრი გვაქვს, ვიმეორებ, ჩვენ არაფერს არ ვეხვეწებით და ჩვენ არავინ ამ შემთხვევაში მეცნიერთა კონგრესი უვლის ამ ტელევიზიას უდგას გვერდით და დიდი მადლობა, რომ მეცნიერებმა როგორადაც შეძლეს აქამდე მოიყვანეს. არის ახლა დღეს სერიოზული პრობლემები და მე ეჭვარმპარება იმაში, რომ ახალი საბჭო, რომელიც ჩამოყალიბდა, ბევრ კარგ რამეს მოაწესრიგებს და მე ვფიქრობ, რომ ბევრი მხარდაჭერიც გვეყოლება და გავა დრო და ვიამარხებ ჩვენ ყველანი იმით, ვინც ამ ტელევიზიას დაუდგება გვერდით, რომ იყო ერთი უღალატო ტელევიზია, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, რთული პრობლემა ჰქონდა, მაგრამ გადალახა ეს ყველაფერი და ნახოთ. არ არის ადვილი საქმე. უფალი განსაცდელს გვიწყობს ჩვენ ყველგან. განსაცდელი ბოროტება არ არის. განსაცდელი შეგიძლია რომ ძალიან დიდ მოვლენად აქციო, კეთილ საქმეთა დიდ მოვლენად აქციო, თუ თქვათ სწორად აღიქვამ და სწორად ხედავ ამასთან. მე მგონი რომ მეცნიერთა კონგრესში სწორედ ეს ხედვა. თუმცა ძალიან ბევრი გააკვირვა დღეს და მე მინდა გითხრათ რომ მე ამ დღეებში არაერთმა და ორმა პიროვნებამ გავამიგზავნა ცნობილი აკადემიკოსების, მათ შორის აკადემიის ხელმძღვანელების და სხვების გამოსვლები და მითხრეს რომ თქვენ ამათი იმედი გაქვთ. მე არავის იმედი არ მაქვს. მე მაქვს იმედი იმ ადამიანების, რომლებიც სუფთა ხელებით არიან, წესიერებით არიან, რომლებმაც იციან იმის ფასი, რომ რას ნიშნავს იყო ქართველი, რომ ქართველი კარგად აქვს მამა გიორგი ბასილაძეს და მის საფლავზეა ამოკვეთილი, რომ ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელია, ვისაც ეს გასნობიერებული აქვს, ზნეობრივი ადამიანების ერთობა შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთება, ამიტომ სწორედ იმის გამო იყო და მე პასუხად ყველას დავწერე ასეთი რომ დროა დავიჯეროთ, რომ სანთლით საძებნია ხელისუფლებასთან ოდნავი შეხების მქონე პიროვნებაც კი, რომელსაც შემორჩენილი ქონდეს ორსფერობა და გამბედაობა ქვეყნისთვის ხელისუფლებასთან სიახლოვე კი მხოლოდ მონობის გაფორმებით ხდება. რეალობა ეგ არის. ვინც ოდნავ ახლოს არის, ჩათვალეთ რომ აი გაიყო მეცნიერებაც კი გაიყო ორ ნაწილად. ვინც ხელისუფლებასთან ოდნავ ახლოს არის, სხვა ანალიზებს აკეთებს, ვინც მეცნიერებისგან, ხელისუფლებისგან ფინანსდება, სხვა ანალიზებს აკეთებს, მაგრამ თავისუფალი ხელისუფლებასთან დაკავშირებული მეცნიერი თავისუფალი ვერ იქნება. თავისუფალი მეცნიერი კი სხვა ანალიზს აკეთებს, იგი უფრო ობიექტურია, სწორია. მე ვამაყობ იმით, რომ ის 500 კაცი, ვინც არის ჩვენთან, ესენი მართლაც თავისუფალი მეცნიერები არიან, დაიწურა ეს სია, ძალიან კარგი შემადგენლობა, აქტივობა ბევრ შეიძლება არ აქვს, მაგრამ თავის საქმეში ძალიან სერიოზული ადამიანები არიან. ხვალ ჩვენ კიდე 4 საათზე ამ საუბარს გავაგზავნებთ, სადაც სწორედ ეს საკითხები და ქვეყნის უპირველესი პრობლემები იქნება განხილვის ქვეშ. მხედობაში მაქვს ტელევიზია ქართულ ტივის, ეს ჩემს საავტორო გადაცემაში მოქმედების დროა, ეს ყოველ სამშაბათს გადის 4-დან 5 საათამდე. მეორე ნაწილი ძალიან სერიოზული იქნება, უკვე სხვა, მე რამდენადაც ვიცი ალბათ სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გამოსვლა იქნება, ჯერ კიდევ ვაზუსტებთ ამას და იქნება ძალიან ბატონი კოტე კემულარიასი. ძალიან კარგია რომ ჩვენ გელათის აი ამ შეკრებას ვამზადებთ თითქმის აი ყველგან, აი აქ არიანი ადამიანები, რომლებიც გამსახურდიას გუნდში იყვნენ, ადამიანები, რომლებიც შევარდნაძესთან იყვნენ დაკავშირებული, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან იყვნენ, ბიძენევანიშვილის გუნდებში. ჩვენ ერთგული ვართ იმ პრინციპის, რაც თავშივე ჩაიწერა აი ამ დოკუმენტში გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, რომელიც დაახლოებით 10-12 წლის წინ დაიწერა, რომ ყველა პარლამენტში დამოუკიდებელი საქართველოს ყველა პარლამენტში იყვნენ ქვეყნისთვის საჭირო და საინტერესო ადამიანები, წესიერი ადამიანები. ამოცანა ეს არის, რომ როგორმე შევკრათ ეს ხალხი და როგორმე კონცენტრაცია გავაკეთოთ მთავარზე. აი ამიტომ დღეს აქ ღვთისწყალობით მე ვწერ მეორე იმაში, რომ კიდევ ერთხელ ემხლიანობაში მინდა წავიკითხო, მაინც კიდევ ერთხელ კარგად გავიაზროთ ეს. გული მწყდება ეს, ოდესაც მე ჩემთვის საყვარელ ადამიანების მიმართაც ვწერავ იმას, რომ
მერე რა ხელისუფლებასთან რო ხართ ახლოს ხო არ შეიძლება რომ დავთმოთ პრინციპები ხო არ შეიძლება რომ ვთქვათ იმის გამო რომ ხელისუფლება რაღაც თანხას უხდის აკადემიკოს თუ ვინმეს თუ მწერალს თუ ვიღაცას და ასე შემდგომ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ გავიყიდოთ ეგ ხო არ არის რა საქართველო ეს ფულზე ხო არ იყიდება ყველაფერი და მართლაც სათაური დღეს მინდოდა გამეკეთებინა ფულმა დააბნელა საქართველო ეგ არის ყველაფერი რომ დააბნელა განათლებული ადამიანებიც კი დაბნელდნენ აი იმის იმაში რომ აი ფული თურმე რა ყოფილა და რა ძალა ქონია მას დროა დავიჯეროთ რომ საქართველოს რომ სანთლით საძებნია ხელისუფლებასთან ოდნავი შეხების მქონე პიროვნება რომელსაც შემორჩენილი ქონდეს გულწრფელობა და გამდიდრება ქვეყნისთვის ხელისუფლებასთან სიახლოვე კი მხოლოდ მონობის გაფორმებით ხდება ღვთისწყალობით ამ უიმედობაში ჩანს იმედი კოსმოპოლიტიზმის გზისადმი ზურგშექცეული უაზროვნე ადამიანების ერთობა აი ესა ჩემთვის საქართველოს უკანასკნელი რეგიონი რომელსაც ქართული მისიის შესრულება უნდა იკისროს აი ეს არის ჩემი პოზიცია თქვენ ვინც იზიარებთ ვინც არა თქვენი მოსაზრება მოგვეცეთ ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა მთელი მეცნიერება არ უნდა გავაკრიტიკოთ მე ეჭვმეპარება რომ იმ პიროვნებებმა ზუსტად ისე თქვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელმწიფო ტელევიზიებმა ისე გააშუქეს როგორც მათ აწყობდათ ისევე როგორც ესე იგი ოპოზიციური ტელევიზიები ისე გადაცემენ რაღაცას როგორც მათ აწყობთ როგორც არის რეალობა და როგორც არის სინამდვილე და როგორც არის ქვეყნისთვის საჭირო ისე უნდა მოხდეს და არა ისე როგორ აწყობს იმას ხოლმე დღეს გავასწრებ ამას შემდგომში მექნება საუბარი მაგრამ ხო არ შეიძლება რომ თქვა სახელმწიფო ტელევიზიები მუდმივად სიმღერებს უმღეროდნენ ხელისუფლებას აი რა კარგია და რა კარგად მიდის საქმე ეს იმას ხო ნიშნავს რომ საქართველოს მოსახლეობის 90% ეუბნები თქვენ გიხართ არავინ არ ახართ და აი გაზეთებიც იმას უაკეთებდნენ და ამ ქებადილებაში რომ ვიყოთ და ამონოლოგიურად ხომ არ შეიძლება რომ ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენლები და აი ყოველდღიურად ხედავ ერთ რამეს აი მაგალითად დღეს ერთ-ერთმა ტელევიზიამ აი თქვა ფორმულამ გამოიყვანა ორი ექსპერტი ორთავე არის პარტიული შეიძლება რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან ნაციონალური მოძრაობის ექსპერტი გამოგხავდეს და ლაპარაკობდნენ იმაზე რომელმაც კიდევ ერთხელ დააკანონა ყველაფერი დააკანონა საქართველოში აი კორუფცია აპოგია დააკანონა ყველაფერი და შეიძლება რომ მე ამიტომ ზოგჯერ ჩვენ ხშირად გაუგებარი ვხდებით იმის გამო რომ ჩვენ გვწერენ ან რუსეთთან უნდა ვიყოთ ან ამერიკასთან ან ევროპასთან ან დასავლეთთან ან რუსეთთან და კიდე ყვებიან ათასრამეს ჩვენ ვეუბნებით რომ ქართული მხოლოდ ქართული გზაა ვერ იგებენ ამას და გონიათ რომ აი ჩვენ რაღაცა ახალი ჩვენი ფორმულა არის ძალიან მარტივი რომ ქართული ინტერესია მთავარი და ქართული ინტერესზე უნდა ხდებოდეს ზრდება სხვა ქვეყნების ინტერესების და არა სხვა ქვეყნების ინტერესებში ვითვალისწინებდეთ როგორც ვემონებოდეთ როგორც აქამდე იყო ეგ რეალობა ესე მოვედით ჩვენ აქამდე და ამიტომ ეგეთი რამე აღარ მინდა მომავალში ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ იმას რომ ქართული მხოლოდ ქართული გზა ნიშნავს იმას რომ ქვეყნის გარეთ ფული კი არ უნდა ვეძებოთ და პატრონები კი არ უნდა ვეძებოთ მეგობრები უნდა ვეძებოთ ქვეყნის გარეთ და ქვეყანაში უნდა მივხედოთ საქმეს ეგ არის დამოუკველია როგორც ულტრალიბერალი ასევე ურაპატრიოტი და როგორ შეიძლება რომ აი ვთქვათ ის გუნდი რომელმაც კორუფცია რაღაც არნახული მოგნებათ მოქალაქეთა კავშირი აიგეთ მოქალაქეთა კავშირმა ნაციონალურმა მოძრაობამ დააკანონა კორუფცია ქვეყანაში დააკანონეს მათ და იმაში აიყვანა აპოგიაში აიყვანა უკვე ესე იგი ბიზინავანიშვილმა ეს კიდე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის რაც ხდება დღეს გაცილებით ორჯერ და სამჯერ მძიმე სწოლის კორუმპირებულები რჩებიან მაშინ ხელისუფლებაში ვიდრე ისინი ვის დაჭერილები არიან და შეიძლებოდა ქვეყანაში რომ არ გვიყვარდეს ეს კორუმპირებული კომპრომეტირებული ხალხი შეიძლებოდა ისე გვემუშავა რომ კორუფცია მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი არავინ ციხეში არ ყოლოდა და გაცილებით უფრო ერთობით ყოფილიყავით ქვეყანაში აი ამიტომ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის რომ დაჭერით ვიქეიფოთ და ვიზეიმოთ და ვთქვა აი რა კარგი ხელისუფლება რომელიც 14-15 წლის თავზე იჭერს ხალხს ეს ნიშნავს იმას რომ ის სისტემური კორუფციით მოვიდა და სისტემური კორუფცია ხედავს რომ ისთვის დამოუკველია და დღე გუშინ კარგად მითხრა ერთმა პიროვნებამ რომელიც ამ დღეებში გამოვიდა ციხიდან იმისთვის დამიჭირეს რასაც თვითონ მავალებდნენო
ახლა რა ფორმულა ძალიან მაგმარტივად თქვა, დამიჭირეს იმისთვის, რასაც თვითონ მაძალებდნენ და მავალებენ რომ გამეკეთებია. აი ეგ არის რეალობა. თუ ფერხეშ არ გაეგები ბოლომდე და აი ამიტომ ამბობ რომ ესე იგი როცა საუბრობ ჩვენ იმაზე რომ ესე იგი აი როგორ დააპირისპირა აი ამ მდგომარეობამ ხო თქვით არა როგორ არის თქვათ აი თავარი რამ აი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ეგ და მეორე კიდე აი მეცნიერებში რა გამოიწვია ის მეცნიერები რომლებიც ხელისუფლებასთან არიან და ის მეცნიერები რომლებიც ხელისუფლებასთან არ არიან სხვადასხვანაირად აკეთებენ დასკვნებს ქვეყანაში ქვეყნის ეკონომიკაში და საერთოდ ქვეყნის ცხოვრებაში არსებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის თაობაზე ეს ხო კატასტროფაა ხომ არ შეიძლება რომ მეცნიერი ტენდენციური იყო ერთი რამ რითაც მეცნიერება მოდის კაცობრიობის დედამიწა ბრუნავსო ამბობდა ის კაცი მარტო ერთი იყო შეიძლება ვიღაცა მიცოდა რომ ბრუნავდა მაგრამ ვერ ამბობდა ამას და მართალი ის აღმოჩნდა და რატომ ვართ გაჩერებული და რატომ გვინდა რომ ერთად მეცნიერი იმიტომ ხარ რომ შეიძლება ისეთი რამ თქვა რომელიც საზოგადოებისთვის გამომაფხიზლებელი იყოს და საზოგადოების შემკვრელი გამოვიდეს ეგ არის რეალობა და არა ის რომ ვაქო და ვადიდო და აყვავდა ქვეყანა თურმე რომ წავიკითხე ზოგიერთი ისა შემცხვა ცუდად გავხდი რომ აყვავებულა თურმე ქვეყანა და ესე იგი თურმე ვერ ხედავენ ესე იგი მეც გადამიარეს და სხვებსაც რომ რა ეცოდებათ ის ხალხი რომლებიც ვერ ხედავენ იმას რომ აი ეს ქვეყანა როგორ წარმატებული და როგორ ძლიერია ნუ საქართველოს წარმატებული და ძლიერია და მე ვერ ვხედავ ამას სხვები ვერ ხედავენ ოტიოსელიანს ქონდა კარგი გამონათქვამი კაცო ასეთი შტერი ვარ და ასეთი დებილი ვარ რომ ყველაფერი კარგადაა და მე ვერ ვხედავ ხლა ოტიოსელიანი გენიოსი იყო და მე ეს გამოიყენე მისი ნათქვამი ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ მასაც დაჭირდა ამის თქმა იმდენი ვინმე აქებდა არასწორად მაშინ და დღეს ხო ეს წარმოუდგენლად ის არის და მე თავის მართლება იმის თაობაზე რა ვქნათ ფულს გვაძლევენ ფულია ამ ქვეყანაში მთავარი თუ ერი და ქვეყანა და ჩვენი ქართული ცნობიერებაა მთავარი სწორედ ფულმა დააბნელა საქართველო და ჩემთვის ვფიქრობდი დღეს რომ ეს და მეორე საკითხი რაც უნდა წავიმეწია უბედურება ის კი არ არის რომ ხელისუფლებამ არაერთი ნაღარჩინოსანი ციხეში ჩასვა ტრაგედია და უბედურება ეს არის რომ ციხეში ჩასმულს სიმართლის თქმა არ შეუძლია იხსჩობიან მათ ხო იციან სად არის სიმართლე მათ ხო იციან რომ ამას არ არსებობს რომ რომელიმე აკეთებდა იმას რისთვისაც ისინი დაჭერილები არიან რომ ეს საერთო შეთანხმება არის მაგრამ ამის თქმა არ შეუძლიათ ამათი უბედურება და ამათ სისუსტე ეგ არის და დღეს გამოდის გაზეთები და მათ შორის ასავალ-დასავალი ნახე ლამის ესე იგი ღარიბაშვილის საარჩევნო ის არის რა გაზეთია და მე ამიტომ ვარ დაფიქრებული ბევრ რამეზე რომ შემარცხვენელია ეს ყველაფერი რა შემარცხვენელი რაც ხდება რა დაემართა ფულმა რა უქნა მხოლს ვიდრე საქართველოში მოსახლეობა არ გაიგებს ვინ არის ის 1200 კაცი რომელსაც უშიშროება პაკეტებით უგზავნიდა ფულს ყოველ თვიურად ამ ქვეყანაში წესრიგი ვერ იქნება და ამ ქვეყანაში სიმართლეს ვერ გავიგებთ ეს 1200 კაცი ვის ემსახურებოდა მაშინაც ბიზინე ევანიშვილს ემსახურებოდა და დღეს კიდევ უფრო მეტად ემსახურება ბიზინე ევანიშვილს იმიტომ რომ ეშინიათ ეს სია რო გამოქვეყნდეს ამ სიის არ გამოქვეყნება არის ქვეყნის ღალატი ძალიან ბევრ პიროვნებას დაურეკე პირადად და უთხარი გამოდით და თქვით ხმამაღლა რომ ვინ არ გამოქვეყნდეს ეს სია ყველა ტელევიზიას მიმართე ამაზე მეტი ის რა უნდა იყოს დღეს რომ ვინ არის ყველა ტელევიზია დღეს და ყველანი უნდა მეცნიერებათა აკადემია უნდა ითხოვდეს წერათა კავშირი უნდა ითხოვდეს თუ ჩვენ საქართველოს გვინდა მეცნიერები და ხელოვნების მოღვაწეები უნდა იცოდნენ რომ ხალხს ქვეყანას უნდა ვიცოდეთ ვინ არის ის 1200 კაცი რომელსაც პაკეტით უგზავნიდა უშიშროება ფულს ყოველთვიურად და ეს არ იყო 1 და 2 ლარი 3-4 დოლარები იყო 3 და 400 დოლარიდან ერთი 20-მდე გვარი მე ვიცი ესე იგი 1200 კაცს რო გავიგებ ალბათ მაშინ დაიწყება განწმენდა ქვეყანაში მაშინ დაიწყება ქვეყანაში სიკეთით შენება და მაშინ ჩამოშორდება პოლიტიკა ძალიან ბევრი ვინმე
დღეს ისინი ხმაურობენ ძალიან მაგრად კიდე. და ეგებიან ფეხქვეშ უფრო მეტად ხელისუფლებას და ეხვეწებიან მონები ვართ, კი არა ვართ, მონების ყველანაირი მონა რაც გინდათ ის გვითენით, ოღონდ ესე არ გამოაქვეყნოთო. აი ბიძინა ივანიშვილის ესაა ის მისი სწორედ ამ წესით მოდიოდა ის უჭირავს რაღაც კომპრომატი ხელში და ეუბნება გაწექი არ გაწვევი აგერ გამოაქვეყნებ ამას ესაა ქვეყანა ასე მინდა წავიდეთ წინ აი თქვენ ნახეთ რასაც ვამბობ ფულმა დააბნელა ქვეყანა ხო 1200 კაც მარტო უშიშროება უგზავნიდა ფულს 5000 კაც ხო ბიძინა ივანიშვილი აძლევს ყოველთვიურად ვიღაცას კიდე ბიუჯეტი ესე იგი ვიღაცას აცხოვრებენ კარგად ამათ მე არჩევნების დროს გამოიყვანებენ და გაუშვებენ ხალხში მეტი და ნაკლები ავტორიტეტი ყველას აქვს და ასე ეს დაკანონდა ქვეყანაში ეს ხალხი ველაპარაკება წესიერებაზე ყველაზე დიდი უწესო იქნება ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ისტორიაში ნაციონალური მოძრაობამ უკვე შეძლო რომ ყოფილიყო ყველაზე დიდი აქამდე მაგრამ მასე გაცილებით დიდი იქნება ოცნება თუ ის არ გამოაქვეყნებს იმ 1200 კაცის სიას ვისაც უშიშროება პაკეტით უგზავნიდა ფულს ყოველთვიურად და მე მიმართავ ძალიან ბევრ ვინმეს რა ანალოგიურად ისაუბრეთ სატელევიზიებს პირველ რიგში და კიდე ერთხელ ლაკონურად ვამბობ ყველაზე დიდი სიბინძურე ოცნების დატოვებული საქართველოს ისტორიაში იქნება ის რომ საქართველოს მოსახლეობისათვის არ გახდება ცნობილი თავის დროზე არ გახდება ცნობილი ეს 2-3 წლის მერე რო გახდება ცნობილი და ოცნება რო არ იქნება გასაგებია მაგრამ აი ეხლა უნდა გახდეს ცნობილი ეხლა ქვეყანა სიკეთით წავა დაიწმინდება ქვეყანა დაინახავი ვინვინაა ჩვენ ვამბობდით არ გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ ვამბობდით ვისაზრდა სოროსი ფულს იცით გამოაქვეყნეთ არა თვითონ იღებდნენ ყველანი და ამიტომ არ გამოაქვეყნეს ვისაზრდა მოსკოვი ფულს ვიცოდით არ გამოაქვეყნეს ვისაზრდა ბიძინა ივანიშვილი პარტიებიდან ფულს არ გამოაქვეყნეს შეხედავთ თქვენ ფული როგორ აბნელებს ამ ქვეყანას სოროსის ფულმა ბიძინა ივანიშვილის ფულმა რუსეთის ფულმა დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან თუ ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულმა ფულმა დააბნელა იყიდეს პოლიტიკოსები აბა საიდან არსად არ მუშაობენ არაფერი უკეთებიათ დასვებით და მანქანებით დადიან როგორი მანქანებით და როგორი სახლები და როგორი პირობები აქვთ საიდან ხალხო შენ ხო ერთმა მითხრა ამისინ კიო მე ვიგებდი იქიდან მაგრამ ხალხისთვის ხვალ მომიპარავსო ხალხისთვის მოპარვაა როდესაც რომელიმე გაზეთის თუ სატელევიზიო რომელიმე წამყვანი იღებს ასეთ ფულს ეს იმას ნიშნავს რომ ის წესიერებისთვის არ იბრძვის ამ ქვეყანაში და თუ წესიერებისთვის არ იბრძვის ეს ნიშნავს იმას რომ ხალხს ხელისუფლება ძარცვავს ხალხს ისე როგორც უნდა და ასეც მოხდა და ასეც ხდება ხედავთ როგორი უპატრონობაა ერთი ძმა ჩაბარდება მეორე ძმა გადის დაიჭირეს გაუშვეს გარეთ ვერ გაიგებ რისთვის ორი პოლიტიკური ლიდერი გამოუშვეს მათ არ დაუწერიათ ის რომ რა ქვია ეს მაგრამ ამას ვერ ლაპარაკობს ტევ პირველი რომ ამბობ დღეს რომ ვთქვათ ხაზარაძე და ის როგორ გამოუშვეს იქიდან რა დაწერეს მათ ისინი ამბობდნენ არაფერი ჩვენ არ მოგვითხოვია არც ესე იგი ციხიდან გამოშვება არც ბოდიში მოგვიხდი არც არაფერიო კი მაგრამ ესეც რომ გამოუშვეს ხებს რატო არ უშვებენ აი ხედავთ როგორი შერჩევითია ყველაფერი არავითარი კორუფციის წინამდე არ არის ბრძოლა აქ არის შეიძლება რომ რაც შეიძლება მონობის მაღალ ხარისხში აიყვანონ ესა თუ ის მოღვაწე პოლიტიკური რა მოღვაწეა ეს ნუ მოღვაწე წყალებში და პოლიტიკური მოღვაწე თუ თქვათ რომელიმე საზოგადოების ცნობილი პიროვნება საზოგადოებაში ცნობილი პიროვნება მონობის მაღალ ხარისხში რო აიყვანონ ამისთვისაა ეს ფული გამოყენებული ფული დამონებული ამდენი და ასეთი ხარისხით საქართველოში მე ეჭვმეპარება რომ ოდესმე ყოფილა
ეჭვი მეპარება რომ ოდესმე ყოფილე. ხმამაღლა მინდა ვთქვა, არა მარტო ამაზეა ლაპარაკი. ბატონებო, საზოგადოებას მოგმართავთ. ყველას თქვენ ეხლა ამდენი ვინმე უყურებთ, რომ 5000 კაცი, 5 კაცი ხო ყავთ ოჯახში და ოჯახს გარეთ მეგობარი და უთხარით, კაი, არ მოგწონთ თემურ შაშიაშვილი, არ მოგწონთ. კი ბატონო. მაგრამ რას ამბობს არასდროს? პირველი ამბობს, რომ გამოქვეყნდეს სია პაკეტით, ვის ეძლეოდა ფული უშიშროებიდან ყოველთვიურად. მეორე, გამოქვეყნდეს სია ვინ ჩაიგდოს ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები ნულოვანი აუქციონით ხელში. ვისი ეს? თუნდაც რუსთაველის პროსპექტზე გადიდაგენ. ოფიცერთა სასახლე იყო არა? ვინ იყიდა და რა ფაში იყიდეს? ამას ქვია მილიონერობა. ამას ქვია მდიდარი ადამიანი ქვეყანაში დღეს. რომლებმაც ეს ცნობილი დიდი შენობები, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ჯარდადაქციეს, ჩაიგდეს ეს ვებერთელა შენობები ხელში. ვინ არის ეს ხალხი? რა არის იცით? პრობლემა რა არის? ხო არ ვიჭერთ ამ ხალხს. ჩვენ ვამბობთ, ვიცოდეთ, ნუ გვეყელყელავებიან პოლიტიკაში, მათ არაფერი ესაქმებათ. და სამაგიეროდ უთხრათ, რომ ხო იყიდეთ არა ოფიცერთა სახლი. 100,000 ლარად, 50,000 ლარად. ხო მიყიდეთ ცირკი 100,000 ლარად, 50,000 ლარად. შენობაზე ვლაპარაკობთ. ხო მიყიდეთ აგერ საქორწინების სასახლე 50 თუ 100,000 ლარად. და მილიონებად რომ გაკიდეთ შემდგომ. რეალური ფასი რაც ღირდა სამუშაო ადგილების შექმნით ქვეყანაში არავინ არ გიჭერთ. ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკა გვინდა. გასუქთით, სახლები იყიდეთ ქვეყნის გარეთ. გარედან შემოგაქვთ პროდუქტები. ქვეყანაში პროდუქციის წარმოებაზე არ ფიქრობთ. და ვისი ფულით გააკეთეთ ეს? იმ ხალხის ფულით ქუჩაში რომ ხელგამოწვილები არიან ეს პენსიონერები ამის წინ რო ვთქვი რომ მასწავლებელი იჯდა მოსამეთა სასახლის წინ და რომ მიცნო 40 წლის მასწავლებელი ვარ და ქუჩაში იჯდა. მათხოვს. მესამე, გამოქვეყნდეს სია იმ ადამიანებისა, რომლებმაც კუპონების ოცირიძეს მიმართავ, რომ გძელი იმით რომ ლაპარაკობ, იმით რომ გამოდიხარ ბატონო რომან. კუპონი ხო შემოიღე. ვიცე-პრემიერი ხომ იყავი? ვინ წაიღო სესხები? რომან დვალიშვილმა, ესე იგი დვალიშვილმა რატომ მოიკლა თავი, დემურ დვალიშვილმა? წესიერი კაცი იყო, ქუთაისიდან მისნო, ძალიან კარგი და კარგი ოჯახის და კარგი წესიერი კაცი იყო. რატომ მოიკლა თავი? თუ მოკლეს. რასია და მიიტანა მან პროკურატურაში. თქვენ ხო იცით პირადად რომან გოცირიძე, ხო იცით ეს პროკურატურაში, ხო იცით ეს ბატონმა ბიძინევანიშვილმა, არა? არ უნდათ ამის გამოქვეყნება, რატომ? იმიტომ რომ გვარები იციან ვინ არის და ისინი მონები არიან. რასაც უნდა იმას აკეთებიათ მათ ხელისუფლება. დღეს ერთმა პიროვნება მაჩვენა ესეთი რამ. თავიდან სააკაშვილი რომ მოვიდა უშიშროების საბჭოს ქონდა 400,000 ლარი, როდესაც ბატონი კემულარია იყო. ვაპირებ ამასთან მე დაზუსტებას, მაგრამ ნუ დღეს რაც ვიცი, ბატონი კემულარია რომ იყო 400,000 ლარი იყო მისი ბიუჯეტი. როდესაც მოვიდა ბატონი ბოკერია 45 მილიონი ერთ წელიწადში. ხო ძალიან კარგად იციან სად იხარჯებოდა ეს ფული. ვინ მეამბობს ამას? არ აწყობთ? სამაგეროდ გახლიჩეს ნაციონალურ მოძრაობაში და აპირისპირეს. აი ეს მანიპულირება. არა სისუფთავეზე ორიენტაცია. არა ის რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. არამედ ხალხი სიბნელეში ვაცხოვროთ. ხოლო ის ვინც ფული არასწორი გზით აკეთა, ისინი მონების ხარისხში ვყავდეს. მონები იყვნენ. რასაც გვინდა ის ვაკეთებიოთ. ეს არის ქვეყანა. ვისაც ენა გიბრუნდება თქვენ. ან
მოქალაქეთა კავშირის მიმართ, ან ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ან ოცნების მიმართ. და აქეთ სირცხვილია. სირცხვილია. მოქალაქეთა კავშირმა დაიწყეს და განსაკუთრებით ეს ახალგაზრდული გუნდი რომ იყო. კიდევ უფრო გააძლიერა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს პროცესი. ბიძინა ივანიშვილმა წარმოუდგენელი სიმაღლე მიცა ამას. კორუფცია გაბატონებულია ამ ქვეყანაში. ეს არის სისტემური კორუფცია. კორუფცია, რომელიც ესე იგი ამ ხელისუფლებას ინარჩუნებს. რატომ? იმიტომ რომ მონები არიან. კორუმპირებულებს არ აწყობს ამ ხელისუფლების შეცვლა. თქვენ წარმოგიდგენიათ, მე თუ მთელი საქართველო არ დადგა, ჩემნაირი კაცს მიუშვებ ენისილი ხელისუფლების სათავეში, რას ვინმე ფიქრობს ამაზე, ან თქვენ მე იმ ადამიანად თulit რომ მე არ ვიცოდე რომ ამას არ გააკეთებენ, მე მაგი რომ დომებოდა ამას ასე არ ვილაპარაკებდი. და ვერავინ ვერ შეძლებდა ჩემზე უკაცადად ყოფილიყო სააკაშვილი თვითონ მეხვეწებოდა ერთად შექმნათ პარტია და არც ბიძინა ივანიშვილმა ნონა გაფრინდაშვილს უთხრა როგორი აზრი მითქვა სათავეში და უნდა და შეხვედრა მე ვთქვი რომ მე არ ვდგები იმ ადამიანებთან რომლებიც ქართული არ არიან და ვამბობ ხმამაღლა ყველაზე მეტად მეშინია ქართულ პოლიტიკაში რუსეთში გამდიდრებული ადამიანების რატომ? იმიტომ რომ რუსეთში ვერ მდიდრდები პირველი კაცის გარეშე და მეორე ქართველი ქურდების მხარდაჭერის გარეშე. ორი სიმძიმე გადებს რუსეთის ხელისუფლების ერთ ბეჭდზე და მეორე ბეჭდზე ქართველი ქურდების. და ხელისუფლება საქართველოსთვის გააკეთებს საქმეს? ეს ხო სასაცილოა ყველაფერი. როგორ დაბნელდა აზროვნება ქვეყანაში ფულმა მართლაც რაკნა რომ ამ ადამიანებს არ ვიცი რა გითხრათ. ერთი მომცა საშუალება ეხლა რომ როგორც ქუთაისში შევკრიბა ქურდები აი ესე ვიყო ხელისუფლებაში რომ შევკრიბო ესენი და უთხრა ისეთი სიტყვა რომ ქურდი საშიში არ არის. საშიშია ქურდის და პოლიტიკოს ერთობა. დღეს ჩაფწმილი არიან ერთმანეთში. და ვინმე ფიქრობ თქვენ იქ რო აჭარის იმათ თვითმკვლელობას ვაკეთებდაო, იქ არ იყო ცნობილი ქურდი? უარყავით. ოცნების წარმომადგენლებმა უარყავით. და თუ დაიწყებთ უარყოფას გვარს გეტყვით ვინც იყო. კარგი, მე მეუბნებია რომ რაღაცას გაგიკეთებენ და მერე რა? სიცოცხლის ფასად უნდა დღეს დგომა. მე იმ ქურდს რა უთხრა, რომელიც ხელისუფლების საქმეს აკეთებს დღეს, ის ქურდი კი არა, ის ყველაზე ნაძირალა. ათასჯერ მithkoms და გავიმეორებ. ქურდები შეიკრიბნენ, მაფიოზები იტალიაში და თქვენს, ჩვენ კი ვართ ქურდები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა წინ რო წავიდეს ხელისუფლებაში წესიერი ხალხი უნდა იყოსო. და ქალაქის მერად გამგიმა და წესიერი ხალხის არჩევა დაიწყეს. და ეკლესიამ, კათოლიკურმა ეკლესიამ, რომის პაპმა არ მიცა კურთხევა იმ ეკლესიებს, რომელიც გაუგებარი ფულით იყო აშენებული ქურდებისა და საერთოდ ფულიანი ადამიანების ხელით იყო აშენებული. და იმ ეკლესიებს მიცა კურთხევა, რომელიც აი კაპიკ როადებდნენ ამას. დავით აღმაშენებლის ზეგს რომ დღამდით ქუთაისში შემომითვალეს ქურდებმა, აგერ ვარ ჩვენ და აგერ გამორიცხულია მხარე არავით არის ქურდი ამას ვერ მიეკარება. კაპიკ კუპონები შევაგროვეთ და ისე გაკეთდეს და ამიტომ აბძალა იმ ზეგს. იქეთ გატარეს და ისინი და ამიტომ ის რა ქვია ბატარებელი უყვარდა დავით აღმაშენებელს და რკინიგზის მოედანზე გადაიტანეს და ლენინის კვარცხლბეკზე შედგეს. ნაციონალურ მოძრაობას ეს გეყოფა თქვენ უბედურებად რომ დავით აღმაშენებლის ზეგლი დავით აღმაშენებლის მოედნიდან გადაიტანეთ და რკინიგზის სადგურზე დადგით ლენინის კვარცხლბეკზე არაფერი არ მოგიკლიათ მისთვის. შეურაცხყოფა მიაყენეთ წმინდან მეფეს. თბილისში ხო რაც გაუკეთეთ და ეს კიდე უბედურება.
აი რა არის ეგ რა პრინციპული პოზიციებით ვარ ჩვენ როგორი მე მესმის ძალიან ბევრი მერჩევებს მაძლევს ჩემს ირგვლივ ახლობლები შორებლები მეცნიერთა კონგრესშიც მეუბნებიან რომ ძალიან მე გეუბნებით ეს რადიკალიზმი გადაარჩენს ბიძინა ივანიშვილსაც პოლიტიკოსებს საერთოდ და გადაარჩენს მე ვლაპარაკობ ინტელექტუალურ რადიკალიზმზე და გადაარჩენს ქვეყანას და პოლიტიკურ ძალებს გაასუფთავებს ოცი კაცი რომელიც მე ვიცი რომელსაც ის პაკეტი ფული მიდიოდა ლიტერატურული იმით უნდა თქვა ენა გადმოგდებული დღეს ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად ადრე მახსოვს სულ სხვას ლაპარაკობდნენ დღეს ფულის შოვნას არ უნდა ძალა უნდა იმას რომ არ იშოვო ფული როცა არ გეკუთვნის არა იყო ის ფული რომელიც არ გეკუთვნის ამას უნდა ძალა და არა ფულის შოვნას უბრალოდ რამეებით იშოვეს ფული აიწყეს ქუჩაში გამოსდა ხონახეთ ეგეთ ახალგაზრდა ბიჭები მოვიდნენ შევიდნენ ვითომ ამ ბატალიონთან ქუჩის აქციებში და მე აღმოჩნდნენ კალაზისიაში გავადრო და ისტორია იტყვის რომ ყველაზე დიდი მაფიოზი ვინც რამე აკეთა კალაძე იყო ფაქტებზე დაყნობით ვამბობ უკრაინიდან მოყოლებული ბევრი რამ ვიცი და განსაკუთრებით თბილისში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომ იყო რასი აქვს ხელი მოწერილი ნავთობის გატარება გამოტარება და გაზის გატარებასთან დაკავშირებით კატასტროფაა ეს ყველაფერი კატასტროფა და ხმალაძე რომელიც მისი მოადგილე იყო მისი ძმა იმას ამირან აფციაური ეს უწესიერი კაცი მივიდა და ენერგეტიკოსმა პროექტები მიიტანა და ია დააფრთხილეს უჩვენოთ აქ ვერაფერი ვერ იქნება და ჩვენ ეს პროექტები მოგვეცით ჩვენ აი ამენით ელაპარაკებოდნენ ისინი ეს თავხედები ქუჩაში გადით და იკითხეთ რა ღირს მერიაში პიროვნება ვნახე რომელმაც მითხრა რომ ჩემი ახლობელი ყველაფერი მივედით უთხარი და თითქოს არაფერი არ გან მე მითხრეს აი რა გინდა მაგნაირამე ფული აგერ მივიდა ფული მეუღლეში გაკეთდა ყველაფერი ეს ხუთი თვე დავკარგეთ ეს ხდება დღეს ამას ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედავს მე მგონი დღეს ყველაზე ცუთხეში სწორედ ბიძინა ივანიშვილია აშკარად იკვეთება ეს მე კვლავ არ იმაზრზე რომ გარკვეულმა გარეძალებმა რუსულმა ძალებმა ბიძინა ივანიშვილი გააჩერეს და ისინი პირდაპირ მუშაობენ დღევანდელ მთავრობასთან გაყიდეს ყველანი და გაყიდეს საქართველო შეგწყვეტ გარკვეული წლების შემდგომ როდესაც ამას გაიგებთ ყველაფერს მე არ ვარ ის პიროვნება რომელიც უნდა იმას ვამბობდე რომ არ ქონდეს ურთიერთობა არც ჩინეთთან არც რუსეთთან არც ევროპასთან არც პირიქით ჩვენი პოზიცია საქართველო უნდა იყოს თანამშრომლობის ქვეყანა რომ საქართველო არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების მით უფრო დიდი ქვეყნების ინტერესთან დაჯახების ქვეყანა რომ საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე ვიმეორებ ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთან ზრდების ქვეყანა აი ესაა საქართველო აქ გაიყიდა ყველაფერი გაიყიდა ჩვენ ირანთან ვართ ჩინეთთან ვართ რუსეთთან ვართ არაბებთან ვართ საქართველოში რომ დღეს ადამიანს მოუბრუნდება ენა იმის თაობაზე რომ არაბული ქალაქები აშენდეს ამაზე გაკიდული ადამიანი ვინ შეიძლება იყოს და თანაც ბევრი მეუბნება რომ ბატონო თემურ პატივს გცემთ მაგრამ როდის არაბული ქალაქები ვინ თქვაო არაბული ქალაქები არ შენდებაო პრემიერ-მინისტრმა თქვა და მე ამ დღეებში ერთ-ერთ სამშაბათს იმაზე გაჩვენებთ ეს
იმავე პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თქვა ეროვნული არ გამაგონოთ ეკლა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო და კონსტიტუციას რომ იღებდნენ, იქ იყო ნუკრი ქართარიასა და სხვების მიერ მოთხოვნა რომ ეროვნული პოზიცია გამოგვეკეთა და იქ უთხრა ეროვნული, ეხლა დღეს დიდი ეროვნულები, ეს არის ეროვნულები გამოჩნდნენ. რატო? ეს არის ურაპატრიოტიზმი. დღეს სჭირდებათ ეს. ეს არის სიძლიერე ქართველი კაცის, რომ ხელისუფლება მიხვდა იმას, რომ პატრიოტიზმია ქართველ კაცში ღრმად. მაგრამ ეს რეალური პატრიოტიზმი რომ იყოს, ამას აჯობს. ეს არის ყველაფერი ყალბი, იმისთვის რომ შეინარჩუნო. არ შეიძლება ურაპატრიოტიზმი იყოს საქართველოსთვის სასარგებლო. არ შეიძლება საქართველოსთვის სასარგებლო იყოს, ესე იგი, ულტრალიბერალიზმი. არ შეიძლება ეს. აი ეს ორი ძალა, ბიზნესმა იმანიშვილმა თქვა რომ გავათავისუფლებთ შვა და დატოვას ვარენაზე ურაპატრიოტები და ულტრალიბერალები. სერიოზულ ხალხთან კამათის ეშინიათ. თუ არ გეშინიათ, რა პრობლემა გაქვთ იმისი, რომ ჩატარდეს დიდი კონფერენცია სპორტის სასახლეში, მოვიწვიოთ, დავიწყოთ ქვემოდან, ყველა სოფლის გამგებელი, 3000-მდე სოფელია, ყველა საკრებულო რაიონული და ისინი რაც არის. დავიტევთ ამას. მოვიწვიოთ ხელმძღვანელები, ესე იგი, გუბერნატორები, მერები, ყველანი მოვიწვიოთ. მოვიწვიოთ ყველა აკადემიკოსი, პროფესორები, დოქტორები, დეპუტატები. ამდენი ხალხი ჯდება იქ. და გამოიტანოს თელს ქვეყანას უთხრას, ვინ? ხელისუფლება, მეცნიერებათა აკადემიამ, მეცნიერთა კონგრესმა. როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოს მომავალს? განათლების რეფორმას ვაკეთებთ. და როგორი ქვეყანა გვინდა არ ვიცით. წინა იმასშიც თქვი, ალბათ იმის წინაშეც ყველაც ვიტყვი, ზეგაც ვიტყვი, იმიტომ რომ ხომ და დავფიქრდეთ. საერთოდ ეგეთი აბსურდი რომ რეფორმას აკეთებდეს სამინისტრო, რეფორმის კანონს წერდეს სამინისტრო, ეს მსოფლიომ არ იცის. ამას წერენ ინსტიტუტები, მეცნიერები, პროფესიონალები, ქვეყნდება ვიდის პარლამენტში და რომ მიიღებს პარლამენტი, მერე ვქირავთ მინისტრს, ვქირავთ, რომ შეასრულოს. ჩვენთან მინისტრი წერს რეფორმას და 40-მდე მინისტრი შეიცვალა განათლების და 40-ვემ დაიწყო მუშაობა განათლების რეფორმის კონცეფციის შექმნით. და 40 კონცეფცია შეიქმნა, ყველა ერთმანეთს ეწინააღმდეგება და სკოლა გავანადგურეთ. დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში. რა არის ამაში ცუდი, რომ მომავლის საქართველო როგორი გვინდა? ერთსაათიანი მოხსენება გინდა, გააკეთეთ ხელო, ოღონდ უთხარით, არ ვლანძღოთ, კი არ ვლანძღოთ ერთმანეთი. გამოდი და თქვი, ჩვენ მთავრობა ასეც ვხედავთ მომავლის საქართველოს. გამოვიდეს მეცნიერებათა აკადემია თქვას ეს. გამოვა მეცნიერთა კონგრესი, თუ მოგცემენ ამის საშუალება, ჩვენსაც ვიტყვით. ვისაც აქვს სურვილი, კიდე გამოიტანოს ყველა. ეს ადვილი არ იქნება. და საქართველოს მოსახლეობა დაინახავს, ვინ რას აზროვნებს და ვისა ინტელექტი აქვს და ვისა განათლება აქვს და ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მომავალი. რატომ გეშინიათ ამის? რატომ? სხვანაირად აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები? გადაცმული დადიოდა დავით აღმაშენებელი, რომ ხალხში რა აზრი ეს გაეგო. და ჩვენი წინაპრები, მეფეები, დარბაზი შექმნა ჩვენმა მეფემ. პარლამენტი პრაქტიკულად სოფლიოში პირველი. თამარ მეფე. და გამოდის კაცი აგერ კიდე და ლაპარაკობს ის. ბერძენიშვილი რომ ორი ყველაზე წარუმატებელი და ყველაზე ცუდი მეფე ყავდა, ერეკლე მეფე და თამარ მეფე. ორი მეფე. ნუ წარმოგიდგენია, ნუ ეხლა აი ამ ქვეყანაში ამას მეძახით ჩვენ და ამა კაცი არ გამოდის, ვინმე არ თქვას, რომ შეგი ხალხო ადამიანებო, ხო გაქვს ეს აზრი? კი, პატივისცემით, მაგრამ დაპყრობილი აქვს ტელევიზიები. საწინააღმდეგოას არავინ არ გათქმევინებს. ეს აბსურდია რა. თამარ მეფეზე ასეთი რამის თქმა. თელმა მსოფლიომ აღიარა. ესე ნახეთ როგორ არის ვეფხის თხაუსანი და ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა მსოფლიოს ყველაზე დროის ყველაზე საუკეთესო პირველ ნომერ პოეტად შოთა რუსთაველი და მეორედ ვაჟა-ფშაველა აღიარებული. ყველა დროის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 46000 ინტელექტუალი გამოგითხეს. კარგით. დავით აღმაშენებელი
ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტრატეგად სამეულში შედის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც კი ყოლია ქვეყანას. ხოლო ტანდემი, ჭკონდიდელი დავით აღმაშენებელი, გაცილებით უფრო წინა, ვიდრე ბერძენი ფილოსოფოსი და ბერძენი მხედართმთავარი. ჩვენი უფრო წინა. ეხლა გამოკლება ჩატარდა თამარ მეფე აღიარებული. თამარ მეფეს სიტყვა მეფეთ კურთხევის დროს, რომელიც აკაკი წერეთლის აქვს თავის იმაში რომანში თამარ მეფე სასაულია. მეფეთ კურთხევის დროს როგორი სიტყვა თქვა და როგორი მეფე ყავდა. ნაწყება ხوار გეუბნები რომ იმას უთხრათ რომ ულაპარაკობს, ილაპარაკოს, მაგრამ ვიღაცა ხო უნდა გამოვიდეს და ვიღაცას ხო უნდა ათქმევინა რომ არ არის ეგრე. ყველა გაჩუმებული, არავინ არავის არ უნდა აწყენიოს. ესე წავა ქვეყანა წინ. რა არის ბატონებო? იმისი რომ აი თქვათ აი ამისი ახლა წინა იმაში თქვი და ერთმა პიროვნებამ მომწერა რომ ესო სასაულ რამეს ამბობო თუ ასეთ რამის გაკეთება შეიძლება ხვალაც ორ ძალიან ძლიერ სპეციალისტს ვიწვევთ გადაცემაში და იქაც ვიტყვი რომ 4 საათზე იქნება ჩემს ავტორო გადაცემაში. ნახეთ რა არის მარტივი რამ. დავით აღმაშენებელს რა ქონდა? დავით აღმაშენებელი 4-ჯერ ნაკლებ გადასახადს ახდევინებდა იმას, ვინც მიწას ამუშავებდა. ვინც მიწას ამუშავებდა 4-ჯერ ნაკლებ გადასახადს ახდევინებდა. იმასთან შედარებით, ვინც მიწას არ ამუშავებდა. ეხლა ვინმე იტყვის, რომ ეს კაცი ამუშავებს მიწას, ბევრ ფულს იღებს და იმას ნაკლებს ახდევინებს. აი ეს არის მთელი ფილოსოფია. და მსოფლიოს მომავალი, როგორც ამერიკელმა მითხრა დაუსის კონგრესზე, როცა ვიყავი და იქ გარკვეულ ჯგუფში რომ გამოვიდი და ვთქვი ეს. და მე ვამბობ იმას, რომ კი მაგრამ შემოვიღოთ ეს ხო ჩვენ მეფეს ქონდა ხომ? რომელ საუკუნეში? და მოდით ახლა ეს მიწები რო იყიდეს ამ ფულიანებმა. კაპიკებში არ ამუშავებენ. არაფერ მოსავალს არ ვიღებთ. თურქეთიდან და იმიდან შემოტანილი პროდუქტებით ვართ. და ყველა ცდილობს რომ ეს მიწები რომელიც იყიდეს სასოფლო-სამეურნეო გადაიყვანონ არასასოფლო-სამეურნეოში რომ რაღაცები ააშენონ იქ. კატასტროფა. როგორც აი არაბული ქალაქები ეგ. და ჩვენ რას ვეუბნებით იმას რომ ვინც მიწას ამუშავებს პირველ წელს გადასახადი გაუნახევროთ, მეორე წელს 75% იყო შემცირებული, თუ 3 წელი ზედიზედ ამუშავებს მიწას და მოყავს მოსავალი 100%-ით შეუმციროთ. ვინ დარჩება მოგებული? ქვეყანა, ხალხი. ვინ დარჩება წაგებული გარედან პროდუქტების შემომტანი? მაფიოზი. მეორე აი ლაპარაკობენ აი სალკე საკითხია კიდე ამაზე გადავალ ფასები და რაღაცები. ფასებს საქართველოში ხელისუფლება აყალიბებს, ეს ტრაგედია. ფასებს უნდა აყალიბებდეს ბაზარი, კონკურენცია. ჩვენ ვამბობთ რომ ფასები დღეს კიდე უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ფასებზე კი არ არის ლაპარაკი. ჯამში სისტემურად ხომ უნდა შევხედოთ საკითხს. ფასებს თუ შეამცირებენ, ეს ნიშნავს რომ კიდე უფრო უხარისხო პროდუქცია შემოვა. და ჩვენებისაც კიდე უფრო უხარისხო იქნება. მოწამლავთ ხალხს. რა უფრო ძვირი დაგვიჯდება? მოწამლული ხალხის ექიმობა, ჩვენ რომ ფულს ხარჯავთ ამდენს, ესე გასაუცარია პირდაპირ, ამდენი ასე ბიუჯეტის ფული რაც ეხარჯება ჩვენთან, აი პროცენტულად ასე მსოფლიოში ესეთი რამე არ არის მედიცინაში. და მედიცინა კიდე უცხოელებს უჭირავთ საქართველოს ხელში. ისინი ჩვენს ავადმყოფობაზე ფულს შეუგლობენ. ჩვენები ხომ მიდიან თურქეთში, საფრანგეთში და ყველგან ოპერაციებს იკეთებენ. აქაც კი უცხოელებმა შეიძინეს ეს კლინიკები და იღებენ მოგებას ისინი იღებენ. ჩვენ ვამბობთ რომ თუ რადგან ეს ზოგმა მოიწონა, ზოგმა მითხრა დააკონკრეტო თუ აკონკრეტებ. თუ თქვათ ადამიანი მიწას ამუშავებს და იმავდროულად აკეთებს განაცხადს რომ სასუქს არ გამოიყენებს, პესტიციდებს არ გამოიყენებს, ქიმიურს არ გამოიყენებს, ან ორგანულ პროდუქტს ქმნის და მიწის გაჯანსაღებისათვის იღებს ღონისძიებებს, ეს საერთოდ არათუ გავანთავისუფლოთ პირველ წელსვე გადასახადისგან. არამედ უპროცენტო სესხი მივცეთ, მეტიც
თუ მეორე წელს, პირველ წელს ამას თუ გააკეთებს, მეორე წელს თუ 100,000 მივცემ ცესხს, 220,000 ჩვენ დავუფაროთ. ანუ 100,000 კი არ დავაბრუნებიოთ უკვე, უპროცენტო ხო უნდა იყოს 80, ეხლა მე თქვით, ასე გააკეთა ჰოლანდიამ, ასე გააკეთა იაპონიამ, ასე გააკეთეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც დღეს რეალურად ჰოლანდია სოფლის პროდუქტებს აწარმოებს ამერიკის შემდგომ მეორე ადგილზეა თელ მსოფლიოში. ჩვენი ნახევარია. ყველაფრით. და ხედავთ დღეს სოფლის პროდუქტების როგორი წარმოება, ვერტიკალური პნურა, სასაური რამეები აქვს გაკეთებული. საქართველოს შეიძლება ვინმე მაჯობოს ამაში. ჩვენ ასეთ პრაქტიკულ წინააღმდეგობებს შეთავაზებთ გელათიდან. იმიტომ რომ თეორიულად უკვე ვიცით კარგად ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა როგორი უნდა იყოს და მე ერთხელ მანამდე შევეცდები ამ გადაცემაში თუ წავიკითხო, მაგრამ იქ კიდე გამოკეთილად იქნება ეს თუ რაიმე შენიშვნები იქნება, წავიკითხავთ იმას და ნახავს ხალხი რომ როგორი სერიოზული დოქტრინა რა არის ამაში ბატონებო, ცუდი რო ამ გზით რო წავიდეთ და მივხედოთ ქვეყანას, ამისთვის არ ცალიეთ. ვის უნახავს ფასების შემცირება მუშტით. ამას დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი ტარდება. და კიდევ ვიმეორებ, ფასების დაწევა დღეს კიდე კაი რომ მასიურად არ დაიწყოს, თორე ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქციის ხარისხი გახდებოდა პრაქტიკულად საწამლავი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კონკურენტული გარემო და წახალისებული უნდა იყოს ყველანაირად ვინც აკეთებს მაღალი ხარისხის პროდუქტს. მოყავს სოფელში, აკეთებს კვების მრეწველობაში. ესაა ამოცანა. ესაა მეცნიერთა კონგრესი. ესაა მეცნიერთა კონგრესის პროგრამები. ეხლა კი არ მომსვლია თავში ეს. ვიდევს მაგიდაზე უკვე ყველაფერი ესენი. ვიღაც ამისი შემეკამათა და მეუბნება რომ ბატონ თემურ თქვენ რო ამბობთო რომ იმასოდა ბარემ გავხსნი ეხლა ეკამათება და მეუბნება თქვენ რო ამბობთო ვალების დაბრუნებაო ეს რამდენიმე მილიარდიაო როგორ უნდა დავაბრუნოთო და მეორე თქვენ რო ამბობთ რომ პენსიები გავავრუმაგოთო აი ამას როგორ შეძლებთო როგორ შეიძლება ის გაკეთებო მარტივად გეუბნებით ბატონებო აგერ თუ რაიმე გაქვთ კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩვენთან გადაცემები რომ მიდის აი ახლა კიდე ვალაგებთ ბევრი პრობლემები გვაქვს ტელევიზიაში ვალაგებთ ამას ყველაფერს და შეგიძლიათ რომ პირდაპირ მოხვიდეთ და კითხვები დაგვისვათ და პასუხსაც მიიღებთ. პირველი, რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფომ აღიარა უკვე რომ ბანკებში შეტანილი ფული გაკოტრებული ბანკები, ჩვენ ვამბობთ რომ ოქროს აწმისით მოყოლებული ყველა სახელმწიფოს ბრალია, ეროვნული ბანკის ბრალია, ცენტრალური ხელისუფლების ბრალია. ქუთაისმა გააკეთა ის რომ მასონების მიერ იყო მოწყობილი ეს მასონებმა გააკეთეს აი ის მაშინ ოქროს აწმისი მასონებმა მასონებმა დაიწყეს დაცვა ოქროს აწმის ხელმძღვანელების და პირველი შემოსევა მასონების იყო სწორედ ქუთაისში, უნდათ გაეტეხათ. იამაკეთ და ვიამაკოთ, იმიტომ რომ ქუთაისმა გაუძლო ამას, იმერეთმა გაუძლო ამას, მაგრამ ბევრი ვინმე დაზარალდა. მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ესენი კი არ დაზარალდნენ, არამედ იმად დაიბრუნონ ყველაფერი, რაც ქონდა, იმიტომ რომ ხელისუფლება იყო ამის უკან, ყველაფრის უკან, ეროვნულმა ბანკმა მიცა მას ლიცენზია და ვინც მიცა ლიცენზია, იმან უნდა აგოს პასუხი, რაც მოხდა. და ძალიან ბევრი ვინმე დღეს ოცნების ხელისუფლების სათავეებთან არიან, ვინც აი ამ იმასთან იყვნენ და სააკაშვილი ხომ იყო დაკავშირებული. ეხლა ოცნების ხელისუფლების მაღალი პირი ისინი არიან. მე არ მინდა დავიჯერო, მაგრამ მეუბნება ზოგიერთი რომ ამის უკან ყველაზე მაგრად ბიძინა ამანიშვილი იდგა თვითონ. გამომწევად ხო ამბობ, ნახონ აბა ერთ მე რომ ელაპარაკება ბევრი ვინმე ჩვენ გაუძელით არ ნახულ რამეს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ ეხლა მარტივად რომ ბანკებში ვისაც ჰქონდა ფული შეტანილი, თქვენ წინაპრებს, თუ ვინც შეიტანა, ის რამდენი შეიტანა რუსული რუბლი. თქვათ 100,000 რუსული რუბლი. შეიტანა საბჭოთა კავშირის დროს. 100,000 შეტანილი რუბლი მაშინ იყო 120 თუ 130,000 დოლარი. შენ გაქვს დღეს 130,000 დოლარის შესაბამისი ლარი, მაგრამ ხელზე ვერ აიღებ ამას. შენ ამას აიღებ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის გარედან შემოგაქვს ინოვაციური ტექნოლოგია, მაღალი ტექნოლოგია, რაღაცის წარმოების. კვების პროდუქციის წარმოების მაღალი ტექნოლოგია ყიდულობ. მე ამ ვას, ამ ფულს იქ გადაგირიცხავ და მოგცემ რომ ჩამოიტანო ეს მაღალი ტექნოლოგია. ერთი ეს და მეორე.
თუ თქვენ შექმნით ახალ წარმოებას და დაიწყებთ მუშაობას, ვიდრე არ ამოგეწურებათ ეს ფული, რამდენიც არის თქვენ შეტანილი რო გქონდათ ბანკებში, გადაყვანილი რუსულ რუბლებში რო აიღეს და მერე ვთქვათ დოლარებში რამდენი იყო და იმის შესაბამისი ლარი, ვიდრე არ ამოგეწურებათ ის გადასახადში გეკვიდებათ. არ არის უნიკალური რამ. ერქარდის ფონდში რო ჩავიტანეთ ეს გერმანიაში, იმად გვითხრეს რომ ეს უფრო ძლიერია ვიდრე ერქარდს ჰქონდა თავის დროზე. აქ ვინმე ეხლა მე მოკლედ ვამბობ რომ ვინმე დალაპარაკებს რომ გამოიტანოს დაწერილი აქვს. გარდაიცვალა ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელსაც ეს ჰქონდა გაკეთებული და აღწერილი ყველაფერი თავიდან ბოლომდე დეპუტატიც იყო ამის, მაგრამ კიდევ ერთხელ ბატონი საკანდელიძე, ესე იგი აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ უნიკალური რამეებია ჩამოყალიბებული. კაცი არ გაძლევს საშუალებას რომ გამოიტანოს ეს და ხალხს ააგებინო და იმედი რომ გქონდეს ადამიანს. ვიმეორებ ფული რომელიც ჰქონდა შეტანილი, ის რამდენი დოლარიც იყო მაშინ, იმდენი დოლარის შესაბამისი ლარი გაქვთ, ხელზე ვერ იღებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორ მთავარ რამეზე. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ სწავლებაში შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი მთავარი რამე, მაინც პირველ ეტაპზე ეს არის. პირველი ეგ არის, რომ თუ მაღალ ტექნოლოგიას შემოგავს, ქარხანას ხიდულობ გარეთ რაღაცა სერიოზულს თქვათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შაქრის წარმოების, მარილის წარმოების, რაც გნებავთ, იმის მოგავს მაღალი ტექნოლოგია. გირიცხავთ იქ იმპულს. ყველა ამას ვერ შეძლებს პირველ ეტაპზე. მაგრამ 30, 40, 50 ჩვენი გაგდით 100 მილიონი რომ ფული დაუბრუნდეს ხალხს და მაღალი ტექნოლოგია შემოვიდეს. სახელმწიფოს აქვს და ეს ფულის მოძებნელი გვაქვს. 9 მილიარდი ფულის საშუალება აქვს ქვეყანას რომ ყოველწლიურად ამაში ჩადოს. გესმით რა მოხდება ქვეყანაში? და მეორე კიდე. მეორე. შენ ამას იყენებ გადასახადი გეკვითება. ოღონდ ახალი წარმოებას თუ შექმნი, გერგებათ ფული თქვენ შეტანილი ქონდათ 5 კაცმა დააფუძნეთ, ამ 5 კაცს შეტანილი ქონდათ 1 მილიონი მანეთი, 1 მილიონი არის $1,200,000, $1,200,000 შესაბამისი ლარი გაქვთ, მუშაობს წარმოება და გადასახადს არ იხდით, ეს გადასახადი რეალურად ვიდრე გაიკვიდება ეს თქვენი ფული არ არის კარგი რა. გადასარევია. ესეც საერთაშორისო ემით გავლილი დენ სიაოპინთან იმ გუნდში რომ ნახეთ კიდე ეს ხო ერქარდი ხო გითხარით დენ სიაოპინი ყველა გაუცებულია. თქვენ გააკეთეთ ჩვენ სადვარ და ჩვენი ეს ახლა ექსკლუზიურად ჩვენ გვეკუთვნის ეს. მესამე საკითხი ამისი ერთი პიროვნება არის ნახეთ ალბათ მეკამათებოდა რომ თქვენ რო ამბობთ რომ 700,000 800,000 დასაქმებული და ისინი რომ ღარიბაშვილმა გამოაცხადა მაშინ და სასაფლაოებზე მიამაგრეს ხალხი და ქუჩაში დამგველებათ იმათ და აბსოლუტურად რო არ ჭირდებოდათ აი იმაზე მე მაგალითად ზუგდიდში გავიგე რომ ზუგდიდის დასუფთავებაში 200 კაცი დამატებით დაასაქმეს. ზუგდიდის 200 კაცი. ამას ეძახდნენ დასაქმებას. ქართველ კაცს არ უნდა აკადრო ეს. და მეორე რაც იყო ის იყო ზედმეტი შიგდა. ამათ კიდე 200 კაცი მიამატეს და საქართველოს მასშტაბით ასე დაასაქმეს 200 თუ 300,000 კაცი და ამას ეძახდნენ დასაქმებას არჩევნების წინ. 300 ლარი თუ 200 და 300 აძლევდნენ. ჩვენი პოზიცია რა იყო და რა რჩება დღესაც? ძალიან მარტივი რამ რომ ამ 700,000 კაცი ჯერ ერთი როგორი გააკეთა არგენტინის პრეზიდენტმა. აი რო არის თანამედროვე კაცი რომ მივიდა, იმან თქვა მე ასე ხმების აკეთდათ ეს ფული არ მინდაო და გამოაცხადა ჩვენ გვაქვს ამდენი ფული რომელსაც სოციალური დახმარებისთვის ვაძლევთ, ვისაც შეგიძლიათ ამ ფულის 80%-ით 20% ეკუთვნის ვიღაც არის გაჭირებული იმას მივცეთ, მაგრამ 80%-ით ვისაც შეგიძლიათ შექმნათ სამუშაო ადგილები გაძლევთ ამ ფულს. და აყვავება დაიწყო. აყვავება. ჩვენ ვამბობთ რომ ვეუბნებით ადამიანს, ოჯახები არის რომელსაც 5-6 კაცი მუშაობს. 800 კაცი 800 ლარი არის შემოსავალი დახმარება ეძლევა ყოველთვიურად 800. სოფლებია რომელშიც 90% დახმარებას იღებს სოფელში ხალხი. ქალაქებია თქვენ თბილისში
პატარა პროცენტი ხო არ გონიათ 15-20% ფარგლებშია დახმარებას უიღებს. ბათუმში 40% ფარგლებშია თუ არ ვხდები ხლა ციფრები არ არის ამ შემთხვევაში უდიდესი რაოდენობაა. ქალაქებია ზოგიერთი რომელშიც 70-80 ამბროლაურში პრაქტიკულად 70-80% დახმარებას იღებს. ეს ხო კატასტროფაა. მათხოვრად ვაქციეთ ქვეყანა ხო? ჩვენ ვამბობთ ვეუბნებით ყველას აი 800 ლარს როიღებთ ოჯახში. 3 წლიან პროგრამას გთავაზობთ. პირველი გთავაზობთ იმას რომ წყლის მოგცე წინასწარ გეუბნებით დამიწერეთ რას გააკეთებ რომ 10,000 ლარი ერთი წლის ფული მოგცე წინასწარ. მითხარით გამიწერე პირველ კვარტალში რას შეძლებ მეორეში მესამეში მეოთხეში. გავიდა პირველი კვარტალი მოვედი შევხედე გაგიკეთებია გიყიდია რაღაც და ფუტკრის ისა თუ რაღაცა დაიწყე წარმოება ტრაქტორი იყიდე რაღაცა რომ მოგეცია 10,000 ლარი. აბა გეუბნები აბა მეორე კვარტალში რა გექნება კიდე და გაძლევ კიდე ერთი წლისას წინასწარ კიდე 10,000 ლარს გაძლევ. გამოვიდა რომ ესე იგი 20,000 ლარი მივეც თორ კვარტალში. მივედით 6 თვის თავზე გავუკეთებია. ვეუბნებით აბა ერთი გითხარით ეხლა რას გააკეთებ კიდე შემდგომ კვარტალში და გეუბნება რომ მე გავაკეთებ ამას ვაძლევთ შემდგომ ამ ფულს და გამოვიდა რა მივეცით 6 თვეში სულ 30,000 ლარი ოჯახს ფულის პრობლემა არ არის ეს ფული მოძებნილი აქვს ბიუჯეტში ეს უბრალოდ არაზროვნებენ ისე აკეთებენ და კაც არ უნდა საქმის გაკეთება უსაქმურობაა ხელისუფლებაში თავიდან ბოლომდე და ვეუბნებით რომ ეხლა 30,000 ლარი ხომ მოგეცით 30,000 ლარის თუ კიდე გაქვს პროექტი უპროცენტო სესს გაძლევ ანუ წლის განმავლობაში ერთ ოჯახს მივეცით 60,000 ლარი და ვეუბნებით მათხოვრად რო იღებდი ამას მე ფერმერად გაქციე ბიზნესმენად გაქციე რომელია სწორი ბატონებო ეხლა აი ის რაც მე ჩამოგითვალეთ თქვენ და ესენი ყველაფერი ამის პროგრამები გვიდევს ყველაფრის პროგრამა გვიდევს ყველაფრის რაც არ აინტერესებთ რატომ იმიტომ რომ ეს რო გააკეთო მაშინ ფულს ვერ აიღებ ამათ ესენი ფულს ახარჯავენ აკე ბაღები გააკეთო სკვერები გააკეთო რაღაცა მაგრამ სამუშაო ადგილის შექმნის დროს ფულს ვერ გააკეთებ ამიტომ არც ქმნიან სამუშაო ადგილს ამათ აწყობთ მათხოვარი რო იყოს ხალხი მშიერი და დაუზრუნებული ხალხი აწყობს კორუმპირებულ ხელისუფლებას იმიტომ რომ ადვილად ხილიულობს მას მაგრამ მეცნიერებს და ძლიერ პოლიტიკოსებს აწყობთ საშუალო ფენა ადამიანი რომელსაც ფული აქვს ჟიბეში და მათხოვარი არ არის აი ესაა განსხვავება მაგრამ ტრაგედია იმაშია რომ ვინც ხალხს ატყუებს ის ხელისუფლების სათავეშია ვინც ხალხს სიმართლეს ეუბნება ის მსხვერპლი გახდა რაც არ უნდა აი რომ მოვყევი ეხლა ბევრინმე შეიძლება გვერდზე გაეღება და ამისე ვეუბნები რომ მითხარით სადაც გინდათ მოვალ გეტყვით რა კითხვაც გინდათ დამისვით გინდათ გადაცემის დროს მოდით სადაც გნებავთ ცოტნე დადიანის 26 ნომერში ვართ მოდით 5-97-57-04-19 5-97-57-04-19-ია ჩემი ტელეფონი დამირეკეთ სადაც გინდათ მოვალ შეიკრიბეთ აგიხსნით გეტყვით რომ გავიტანოთ ხალხში გავიდეთ როგორ უნდა მოერიოთ აი ამ დამძიმებულ ამ ფული დაბნელებულ ქვეყანაში გავანათოთ ფული დაბნელებული ქვეყანა გენიოსი იყო ვაჟა-ფშაველა რომელმაც თქვა რომ პოლიტიკური ცხოვრებისათვის ყველაზე უკეთესი არის თვალებახილებული ხალხი 20 კაცს ელაპარაკობდა ეს მე დარწმუნებული ვარ რომ 40-50 კაცი ძალიან ღონიერად დადგება გელათში 8 თებერვალს ვინც მოვა იქ ნახავს და ძალიან კარგ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას და ძალიან კარგ პრაგმატულ დოკუმენტს შეთავაზებს კიდე ხალხს ისეთ წინააღმდეგობით რომელზეც აქ ლაპარაკობდი თუ გინდა ქვეყანა შემცვალოთ ჩვენ დღეს ყოველთვის ყველა შეხვედრის დროს ერთმანეთს ვეუბნებით ძალიან ბევრი ამბობს მაინც არაფერი გამოამ ხელისუფლებას და ჩვენ ვეუბნებით ჩვენ უფალთან ვიყოთ მართალი
უფალთან. ხომ ხედავთ რომ არ ვარგა. არ ვეჩხუბოთ, არ ვესროლოთ. ქუჩა არ გვინდა, რევოლუცია არ გვინდა. მაგრამ გარკვეულ დრომდე თუ ასე დაიმონეს ხალხი და ქვეყანა, ყველაფერზე უნდა წავიდეთ. მაგრამ იქნება მანამდე მოხდეს ეს და იქნება ეს კონფერენცია შედგეს, იქნება ეს წინააღმდეგებიც მიიღო. არავის არ უნდა თქვენი თანამდებობები. დღეს ან მექთამე უნდა იყო, ან გიჟი უნდა იყო, ან თავშეწირული კაცი უნდა იყო, რომ გინდოდეს პრემიერ-მინისტრობა, გინდოდეს პრეზიდენტობა. მაგრამ საზომი პიროვნების თანამდებობაზე სოფლის გამგებლად, ქალაქის რაიონის თუ ქალაქის ხელმძღვანელად თუ გუბერნატორად თუ მინისტრად თუ ნებისმიერ თანამდებობაზე დეპუტატად 5 რამ არის საჭირო. პირველი ინტელექტი, მეორე ენერგიული უნდა იყო, მესამე გამბედავი უნდა იყო. შეგეძლოს პირდაპირ, ისე კი არა რომ დაიჭირეს ხალხი და პრემიერ-მინისტრმა